რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა თამარ გლონცთან ერთად. მოგესალმებით, უსმენთ რადიო მაესტროს ეთერშია გადაცემა რადიოაქტიური ზონა. სტუდიაში მუშაობს თამარ გლონტი და დღის მთავარი თემები მოკლედ. იანვრის 3 კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატება ფიქსირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცენტრის ხელმძღვანელმა ქვეყანაში გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ცენტრში აცხადებენ, რომ 2016 წლის მესამე კალენდარული კვირის მდგომარეობით გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. უამინდობა საქართველოში. თელავში თოვლისგან ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა თელავში ამ დრომდე არ გაწმენდილა შიდა გზების ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები. თელავის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით ამ დროისთვის 55 ტონამდე ტექნიკური მარილია დაყრილი, თუმცა გზების სრულად გაწმენდას ინტენსიური თოვა უშლის ხელს. ლითოლობა აჭარაშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ძირითადად 4 მუნიციპალიტეტში. ესენია ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური და ქედა. უხვი ნალექის გამო შეჩერებულია სასწავლო პროცესი. არ მუშაობენ საბავშვო ბაღებიც. უამინდობის გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლითოლობა გურიაშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზები ინტენსიურად იწმინდება. მობილიზებულია სპეცტექნიკა. უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე სოფელი. დაზიანებული სადენების აღდგენას ენერგოპრო-ჯორჯიას მობილური ჯგუფები ახორციელებენ. ამ დროის მდგომარეობით უმეტეს სოფლებს ელექტრომომარაგება აღუდგათ. მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპისთვის არის მძიმე სიტუაცია, მაგრამ პირველ რიგში მუშაობთ საციცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან მისასვლელი გზების გაწმენდაზე. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ ხაბაძის თქმით, პირველ რიგში გზები იწმინდება საავადმყოფოების, პურის საცხობების, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ობიექტებთან მისასვლელად. მისივე თქმით, ქალაქის სანდასუფთავების სამსახური და კერძო კომპანიების ტექნიკა ბათუმის ქუჩებს თოვლის საფარისგან ათავისუფლებენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა და ეგრეთ წოდებულ ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფის საიდუმლო მოხსნას მოითხოვს. ორგანიზაცია სამართლებრივად შეუსაბამოდ მიიჩნევს ერთ სამართლებრივ მოცემულობაში ერთის მხრივ პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირთა არსებობას და მეორეს მხრივ მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებზე საიდუმლო გრიფის მოქმედების გაგრძელებას. სამწუხაროდ ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ყოფილი პოლიტპატიმრებისა და ფაქტობრივად ყოფილი სინდისის პატიმრების ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმეებში მსჯავრდებული პირები დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტური, შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმით და მართლმსაჯულების სერიოზული ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობით, რაც აღნიშნულ პირთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, აცხადებენ ორგანიზაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს. საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია. კვირიკაშვილმა ისაუბრა ლავროვის განცხადებების იმ ნაწილზეც, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას, ასევე პანკისის ხეობას შეეხებოდა. თემას რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არიან. შესაბამისი განცხადება ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.
რუსეთი მზად არის საქართველოსთან uvizო რეჟიმი დააწესოს, მაგრამ ამაზე მსჯელობა უცნაური იქნებოდა, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პერსპექტივაში მზად ვართ uvizო რეჟიმზე წამოვიდეთ, თუმცა ამაზე მსჯელობა ცოტა არ იყოს უცნაური იქნებოდა პერიოდში, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ურთიერთობა ჩვენ არ შეგვიწყვეტია, განაცხადა ლავროვმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი წინა კვირას 22 იანვარსაც გაყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კი უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებას არ გამორიცხავს. ეროვნული ვალუტის დევალვაციაზე გადაცემის მეორე ნაწილში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს კი ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი შეაფასებს. მანამდე კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რა აქცენტებს გააკეთებს პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას, ამას საზოგადოება მისი გამოსვლის დროს გაიგებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო თემას ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. რაც შეეხება კითხვას, დაეხმარება თუ არა ოპოზიციას რიგ გარეშე სხდომის მოწვევაში იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის პეტიცია უპასუხოდ დარჩება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოთხოვნა ჯერ არ შესულა. ამავე დროს კვლავ უცნობია, დაესწრება თუ არა პრემიერი პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურად თუ შეძლებს იმ მომენტში პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტის წინაშე დაესწრება. ამასთან კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის ირგვლივ გადამეტებული აჟიოტაჟი იქმნება. საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო საკითხზე შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, გუშინ აღნიშნული ჯგუფის წევრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. აუდიენციის ფარგლებში მხარეებმა საარჩევნო საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილების პირობა არ მიუცია. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია პირობა მისცა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილება მოხდებოდა და კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმებოდა, ასეთი კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს განსჯისაგანი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება აღმასკომმა ფედერაციაში გამართულ სხდომაზე მიიღო. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით ლევან კობიაშვილმა მიმართა. კახა-ცხადაძის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. კახა-ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თედო ჯაფარიძის გამოსვლას თავისუფალ დებატებზე უკვე გამოეხმაურნენ ქართული დელეგაციის წევრები. უმრავლესობა მას მხარს უჭერს და მზად არიან ითანამშრომლონ საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან. თუმცა ეკაბესელი აცხადებს, რომ ყოველგვარ გამოთქმას აქვს თავისი ფორმა და თავმოყარე ქვეყანა, როდესაც მას ბავშვივით ექცევიან, აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით კი თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის განცხადებაზე უმრავლესობის კრიტიკული შეფასებების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ქართველმა დიპლომატებმა. დიპლომატები აცხადებენ, რომ თუკი ასეთი ენით მოხდება საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტთან, ეს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი იქნება. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს დიპლომატთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა მამუკა კუდავამ. პედრო აგრამუნტმა თავის პირველივე გამოსვლაში გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია, რომელსაც ქართველი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოყვა. პედრო აგრამუნტი თავისუფალი დებატების დროს დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ გააკრიტიკა.
გუშინ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორთანაც ისაუბრა. ამჯერად განხილვის საკითხი უფრო ფართო წრეს მოიცავდა. მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა თითოეულ სამინისტროში არსებული პროექტების პრიორიტეტიზაციას ახდენს. აღნიშნული პროცესი დაახლოებით 1 თვეში დასრულდება და მთავრობის პრიორიტეტული პროექტების პორტფელი შეიქმნება. ჩვენ ახლა გადავდივართ ძალიან შრომატევად პროცესზე, როცა ყველა სამინისტროს პორტფელს იხილავს ყველა მინისტრი. ალბათ უახლოეს პერიოდში გვექნება მთლიანი ფართო პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, თუ რას მიიჩნევს მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად, განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით უმთავრესი 3 კრიტერიუმის მიხედვით ხდება შერჩევა და ესენია: საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მიზანია მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც შეიძლება ყველა ჩვენგანს აწუხებდეს. მთლიანობაში ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კიდევ უფრო მაღალი. რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება გამჭვირვალობის გაზრდისკენ და ასევე მაქსიმალური ჩართულობისკენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა რომ ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური. ასე მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებებს, მათი თქმით, პრემიერი საკმაოდ ინფორმირებულია მთელი რიგი მიმართულებებით და არსებობს მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან კონკრეტულ საქმეებში და კონკრეტულ გაუმჯობესებებში გარდაისახება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საიას თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. ჩვენს ეთერში კი დეტალურად ამ საკითხზე ისაუბრებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული. მოგესალმებით სოფო, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. ქალბატონო სოფო, როგორია თქვენი დამოკიდებულება, როგორ ჩაიარა შეხვედრამ და რა იყო ის ძირითადი საკითხები, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და ახალი პრემიერის განხილვის თემა გახდა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტიპის ამ ფორმატის შეხვედრის ინიციირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ჩვენ დავაყენეთ და ქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ადამიანის უფლებების მდგომარეობის თუ სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკმაოდ ფართო თემებზე იყო განხილვა. დაისვა არაერთი საკითხი, არაერთ საკითხზე გაჟღერდა მოსაზრება და პრემიერ-მინისტრი პრაქტიკულად მან ყველა დასმულ საკითხზე გარკვეული პასუხები გასცა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ დონის შეხვედრა. ბოლო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს და პრემიერ-მინისტრს შორის არ შემდგარა და ამდენად ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ტიპის შეხვედრის ჩატარება. რაც შეეხება საკითხებს, როგორც ვთქვი, პრაქტიკულად ყველა სფეროდან დაისვა კითხვები, ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მართლმსაჯულების მიმართულებით გადასადგმელ დამატებით ნაბიჯებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების შემდგომი რეფორმირების საჭიროებაზე იმისთვის, რომ სრული დეპოლიტიზირება მოხდეს ამ უწყებების. რამდენიმე ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის ჩვენი მხრიდან გაკეთდა აქცენტი პოლიციელების და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე. როგორც ცნობილია, ამ ტიპის მექანიზმის, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის იდეა რამდენიმე წელი არსებობს, რომელსაც როგორც სახალხო დამცველის არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს, თუმცა სამწუხაროდ ეს თემა დიდ წინააღმდეგობას იწვევს თავად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამიტომ დღეს ჩვენ დავაყენეთ შეხვედრას და პრემიერ-მინისტრთან ეს საკითხი და ვითხოვეთ პოლიტიკური ნების და მხარდაჭერის გამოხატვა ამ ინიციატივის მიმართ. ასევე იყო საუბარი საარჩევნო საკითხებზე, იყო საუბარი სოციალური პოლიტიკის თემებზე, მათ შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, შრომის ინსპექტირების მექანიზმის არაეფექტურობაზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაზე, ასევე ჩვენ დავსვით აქცენტები რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის მუსლიმი თემის მიმართულებით განხორციელებულ რეპრესიულ პოლიტიკას და ზოგადად თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე.
პრინციპში ყველა თემა, რაც დღეს არის აქტუალური, სამართლებრივი, პოლიტიკური თუ ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით, ყველა საკითხი იქნა გაჟღერებული და საკითხთა უმეტესობაზე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასევე გაკეთდა გარკვეული აქცენტები და დაისახა ზოგიერთ თემას მიმართებაში ასევე გაჟღერდა, რომ მომავალში კომუნიკაცია უფრო სამუშაო ფორმატში გაგრძელდება ჩვენ შორის. სოფო პრემიერი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორია თქვენი პოზიცია? არასამთავრობო სექტორი ბევრ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს ძალიან კრიტიკულ პოზიციას და უმრავლეს შემთხვევაში ეს საკითხები სახელმწიფოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იგივე იუსტიციის სასამართლოს რეფორმები, რომლებიც თქვენც ახსენეთ, იგივე პროკურატურას სასამართლოს რეფორმა. ამ მიმართულებით იმსახურებს თუ არა ქართული ოცნება არასამთავრობო სექტორის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართველი გუნდი გაითვალისწინებს თქვენს მიერ დღეს წარდგენილ შენიშვნებს და როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა ვითარება შეიცვალოს ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ, თუმცა იგივე გუნდით რაც ყავდა ირაკლი ღარიბაშვილს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრთანვე გავაჟღერეთ პოზიცია, რომ სამოქალაქო საზოგადოების არაეფექტური და ზოგჯერ ხელოვნური ჩართულობა პროცესებში რეალურად იწვევს იმას, რომ ეფექტური და რეალური რეფორმების განხორციელება ვერ ხდება. ამის მაგალითი იყო მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა და უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ეს რეფორმა წარიმართა საკმაოდ დახურულად, ისე რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას ნამდვილად ფიქტიური ხასიათი ჰქონდა ამ პროცესში და ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ რეალური და ეფექტური რეფორმა, იმიტომ რომ აცდენილი იყო თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნაწარმოები რეფორმა აცდენილი იყო ძირითად საჭიროებებს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ ხედვა და რეალური გააზრება იმ პრაქტიკული პრობლემების, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ორგანიზაციას აქვს შემხებლობა მოქალაქეებთან და მათ კონკრეტულ პრობლემებთან. მათთვის ცნობილია ყველა ის სამართლებრივი თუ პრაქტიკული პრობლემა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმართულებით არსებობს და მნიშვნელოვანია ასევე ის ექსპერტიზა, რომელიც ამ ორგანიზაციებს გააჩნიათ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა ყველა ტიპის რეფორმაში იმისთვის, სწორედ რომ ამ ორგანიზაციების თავი როლი არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვიდან ამ პროცესების კრიტიკა, რაც ცხადია აკლია თავად ხელისუფლების მიერ ნაწარმოებ პროცესებს. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა და დაისვა ჩვენი მხრიდან საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი გახსნილობა, უფრო მეტი გამჭვირვალობა პროცესების და რეალური ჩართულობა ყველა იმ ჯგუფის, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ნამდვილად ამ ტიპის კომუნიკაციის აწყობა თუ ორგანიზება, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად ველოდებით ამ შეხვედრის მერე უფრო მეტად სამუშაო ფორმატში კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაგრძელებას. კონკრეტულად მაგალითად მართლმსაჯულების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო ინიციატივა, რომ ჩვენ ამ საკითხებზე უფრო კონკრეტული წინადადებებით და პრობლემების გადაჭრის გზებით შემდგომში გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ასევე რამდენიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით დაისვა ასეთივე აქცენტი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამდენად შესაძლოა, რომ ჩვენ ველოდოთ უკვე სხვა ტიპის კომუნიკაციის გაგრძელებას მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან. თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის უფრო მეტი მუშაობა იმისთვის, რომ მთავრობის წარმომადგენლების და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების გრძნობელობა, ასე ვთქვათ, ამ პრობლემების მიმართ გაიზარდოს და ასეთი ალბათ არის სოციალური პოლიტიკის მიმართულება და ასევე თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება ასევე დამატებითი მუშაობა იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემების რეალური აღქმა მოხდეს მთავრობის მხრიდან. გასაგებია, მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, უпростоრად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული, ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, თუმცა მანამდე მოგაწვდით კიდევ ერთ ინფორმაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება სთავაზობთ, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობს. მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებულია თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. და პირდაპირ ეთერში ახლა ისაუბრებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, თქვენ ესწრებოდით შეხვედრას პრემიერთან, რომელიც დღეს გაიმართა. რა იყო ის საკითხები, რომლებზეც თქვენ გააკეთეთ აქცენტები დღეს? დიდი მადლობა ეთერში ჩართვისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს, მაყურებლებს. მე ჩვენმა ორგანიზაციამ გავაკეთეთ ძირითადი აქცენტი იმ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და რომელშიც კარგული თანამშრომლობა გვაქვს მთავრობასთან, სადაც პრემიერის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესეთი საკითხები არის ინფორმაციის ღიაობა, ინფორმაციის გამჭვირვალობა და ღია მმართველობის პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, თუ რაში არის აუცილებელი, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს აქტიურად ჩართული, კერძოდ გვინდა რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე გაკეთდეს გარკვეულწილად მიექცეს მაქსიმალური ყურადღება მთავრობის მხრიდან, მთავრობის წევრების დონეზე, ანუ ყველა სამინისტროში მინისტრი იყოს უშუალოდ ჩართული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხებზე, ხოლო რაც შეეხება ღია მმართველობის პარტნიორობას, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო მასშტაბით ამ თვალსაზრისით და მნიშვნელოვანი არის, რომ ის პრიორიტეტულობა ღია მმართველობის პარტნიორობის კვლავაც იყოს აქტუალური და მთავრობა განსაკუთრებულად მუშაობდეს იმ პრიორიტეტებზე, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აქვს აღებული საქართველოს. ხომ არ წარუდგინეთ კონკრეტული რეკომენდაციები და უფრო კონკრეტულ ხარვეზებზე ხომ არის საუბრეთ, რაც საქართველოში არსებობს და რაზე გააკეთა აქცენტები თავად პრემიერ-მინისტრმა? ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ორგანიზაცია ესწრებოდა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, იქ საუბარი იყო ბევრ სხვადასხვა თემაზე, კერძოდ ეს ეხებოდა სასამართლოს გამჭვირვალობას, ეს ეხებოდა საარჩევნო საკითხებს თუ სხვა თემებს, რომელიც საკმაოდ ბევრი თემა იყო განხილული, თითოეულს ვერ ჩამოყვებით, სადღაც 2 საათზე მეტს გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა, ასე რომ ძალიან ბევრი საკითხი განვიხილა. ჩვენ პრობლემები დავაყენეთ იმ ჭრილში, რა ჭრილშიც როგორც გითხარით, ჩვენ მუშაობთ, უпростоრად დეტალურად რომ გითხრათ, ინფორმაციის საჯაროებასთან არსებულ პრობლემებზე ჩვენ გვაქვს არაერთი სასამართლო დავა სხვადასხვა სამინისტროსთან, თხოვეთ პრემიერს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი და დაავალოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის თავისუფლებას. ამ პრობლემებზე ვისაუბრეთ, ასევე ვისაუბრეთ იმ ვალდებულებებზე, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აქვს საქართველოს მთავრობას აღებული და რაც უნდა შესრულებულიყო და ვერ მოესწრო სამოქმედო გეგმის ფარგლებში და პრემიერმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აღვიწყო ამ მიმართულებით, არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა დამსწრე ორგანიზაციას და ფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. დიახ, ანუ მიიღებს თუ არა ეს შეხვედრა უფრო ისეთ ხასიათს, როდესაც შეიძლება დაიგეგმოს და საუბარი შეეხოს იმასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ მომავალშიც გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ფიქრობთ თუ არა, რომ ამ შეხვედრებით თქვენ მიიღებთ რეალურ შედეგებს? იცით რა არის, ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ეს არ იყო ჩვენი მოთხოვნა და მოთხოვნაზე პასუხი პრემიერის მხრიდან. თავად პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ
შეხვედროდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოესმინა მათი ეს იქნებოდა პრობლემები, ეს იქნებოდა მათი რეკომენდაციები, კითხვები თუ იდეები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იყო ამ ეტაპისთვის, ხოლო შემდგომშიც იყო აღთქმული, რომ აუცილებლად გაგრძელდებოდა ეს ფორმატი და საკმაოდ კარგი არის, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ესეთ ინტერესს გამოთქვამს არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას. გასაგებია. მადლობა იმისთვის, რომ პასუხობდით ჩვენ შეკითხვებს. მე რადიო მაესტროს მსმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. ამით გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარი იქნება ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც შეაფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში და იმას, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი ლარის კურსის თემასთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა და გველდეთ პირდაპირ ეთერში ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.